თქმა უნდა არის ჩემპიონობაც, მაგრამ თავარი არის სამეულში მოხვედრა და ევროტურნირზე დაბრუნება, რაც მათ ჯერ ისინი გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და ის სხვა მატჩები ბრატისლავის სლოვანთან ის ძალიან დრამატული დაპირისპირება, სადაც ძალიან ცოტა დააკლდა დინამო ბათუმს შემდეგ ეტაპზე გასვლამდე და ასე შემდეგ იმ პერიოდში ერთად მოღვაწეობდნენ სანდრო ალთუნაშვილი და გია გეგუჩაძე და იწვევდნენ დინამო ბათუმის წარმატებებს. ახლა ისინი იგივეს გააკეთებენ, ოღონდ იბერიაში, რომელიც იგებს ამ შეხვედრას და იგებს გურამ გოშთელიანის გოლით. მოადუნეს ყურადღება და კონცენტრაცია დინამოს ფეხბურთელები გიზი მამაგეიშვილი. მისი ჩაწოდება გოშთელიანი და ხედავთ როგორ იმოქმედა ბრუნში დაამუშავა ბურთი და შემდეგ პრინციპში ზურგით დგომა ისე რომ არც კი გაუხედავს კარისკენ ინსტინქტებით ფორვარდის ინსტინქტებით მოახერხა და დაარტყა ისე რომ გიორგი ლორიასთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდა ამ ბურთის მოგება შემდეგ ზაფხულში ევროტურნირებზე წარუმატებელი თამაშის ახვლედიანი დაარტყა დაიჭირა ლორიამ ბურთი ხელებში აქტივ მეტად იგებენ ზედიზედ 4 შეხვედრა აქვთ მოგებული ბოლოს დინამო თბილისმა თასზე დაამარცხა იბერია 1999 ეს იყო შარშან 28 ივლის გამართულ შეხვედრაში 2-1 მოუგეს. აქ სილაგაძე დაბალი პასი საჯარიმოში გრძელდება შეტევა, ლაცაბიძე თამაშობს და კუთხური იქნება. სადღაც 25-დან 30-31 წლამდე ასაკში ფეხბურთელები რომ არიან ხოლმე. იგივე შეიძლება ითქვას ამ მოთამაშესაც ხარაიშვილი 1-1-ზეა დაარტყა და გაათანაბრა ანგარიში. ასე მარტივად არა, მაგრამ მალე აღადგინა წონასწორობა დინამო თბილისმა გიორგი ხარაიშვილი ხდება გატანილი გოლის ავტორს ნახევარზე შექმნა რამდენიმე მომენტი და საბოლოო ჯამში აგერ ხარაიშვილმაც გაათანაბრა ანგარიში 1-1 და ყველაფერი იწყება თავიდან წინ ძალიან საინტერესო თამაში გველოდება თამაშგარი მდგომარეობა წესით არ იქნება იქ ჩარჩენილი იყო საპირისპირო ფლანგზე იბერიელთა ერთ-ერთი მცველი ხარაიშვილმა კარგად შეასრულა კლასი მას არასდროს აკლდა და გაუტანა ყოფილ გუნდს ესეც საოცრად სათქმელია ყოფილ და ასევე იმ გუნდს რომელშიც იწყება მისი კარიერა ამიტომაც არის რომ აიხედავთ კადრს არ აღნიშნავს გატანილ გოლს გიორგი ლორიამ დაასრულა წელს კარიერა და გავაცილეთ ლეგენდის სტატუსით სწორედ აქ ამ სტადიონზე ივნისის თვეში გამართული ამხანაგური შეხვედრის დროს სილაგაძე დაარტყა ლორიამ მოიგერია და შემდეგ ნინუამ დაეხმარა კარგი შეტევა და დიდი სივრცე აქვს სტუმარ გუნდს ქობულაძე მარცხნივ პასი მამაგეიშვილი საჯარიმოშია დაარტყა და ისევ ლორია ისევ მსაჯი გუნდების კაპიტნები კი გამოსტილი გიორგი ლორია და ახალგაზრდა გიზო მამაგეიშვილი მოკლედ ახოთ რა გამოვა მეორე ტაიმში რომელსაც იწყებს სტანდარტით დინამო თბილისი და საჯარიმო მოედნის რკალისებურ ხაზთან რამდენიმე დინამოელია ნინუა შტატიანი დამრტყმელია და არტყა ზუსტად მაგრამ პირდაპირ იქ სადაც მაკარიძე გუნდები რომლებიც იბრძვიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ასასვლელად და ამ მომენტისათვის პაერი ლიდერია 48 ქულით 40 ჯაბაკანკავა საჯარიმოს გარედან დაარტყა და დაბლოკეს 40-ით რუსთავი მეორეა შესაბამისად ეგრეთ წოდებული აქვს გულიანი მატჩი კიდევ ერთი ეპიზოდი კიდევ ერთი მცდელობა გამოცდილება ნია სალამინადან ვიბროსული გუნდიდან ჩამოვიდა თავდაპირველად საქართველოში პასი საჯარიმოში საადღობელაშვილი მიიღო ბურთი სილაგაძემ უტევს სტუმარი გუნდი მარცხნაზე გადმოიტანა სილაგაძემ დაარტყა აქ ორი ალთუნაშვილი გასულია უკვე საათზე მეტი მეორე ტაიმში მოდი ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ ალთუნაშვილი კარგად კომბინირებენ იბერიას ფეხბურთელები სილაგაძე საჯარიმოშია უკვე გადაატარა ბურთფეხი სუსტი დარტყმა თუმცა ზუსტი და პირდაპირ ხელებში გიორგი შანსი მიცემოდა იბერიას გადაიტანეს ზოურის მიმართულებით და დაიწყო მე-80 წუთიც 10 წუთი კიდევ დამატებული დრო ცვლილებები მზადდება ორივე გუნდის შემადგენლობაში ეს პასი გავიდა დადიანი კარგად თამაშობდა, შემდეგ მან და მამაგეიშვილმა დაკარგეს ბურთი და დაიწყო დინამოს კონტრშეტევა, ხარაიშვილი მაგარი პასი გააკეთა სირაძე 2-1 არიან დინამოს ფეხბურთელები სირაძე და დინამო თბილისმა მოახერხა წინ გასვლა მატჩის მე-80 წუთზე. ორ ეფექტურად ითამაშა აქ ირაკლი სირაძემ, შერბენილი აი თამაშგარის ხაზი აქ შემოწმება, მაგრამ დიდი ალბათობით გოლი ჩაითვლება, რაც ამ გამეორებიდან ჩანს. და აქ ვიფიქრებ პირადად რომ პასს გააკეთებდა სენეგალელი თანაგუნდელის მიმართულებით, მაგრამ არ დაიტვირთა ამ შემთხვევაში ონორე გომისი და თავად გადაწყვიტა სირაძემ მეტოქის მოტყუება. ძალიან ისე ეფექტურად გამოუვიდა ეს ყველაფერი, გაითავისუფლა თავი და მე ტრანსფერი რაღა იყო და ცვლილებას ინახავს გია გეგუჩაძე. რომ ეს მატჩი გადაარჩინოს, იქამდე კარგი მომენტი აქვს. დარტყმა გიორგი ლორია ხდება დინამო თბილისის მხსნელი ამ ეპიზოდში. 100 არა, ალბათ 1000%-იანი შანსი ჰქონდა აქ. და დასრულდა მატჩი, დასრულდა იგი ანგარიშით 2-1 დინამო თბილისმა იბერია 1990